გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო კაფიანიძე გაგაცნობთ. საფეხბურთო ზეიმი რუსთავი 2-ზე მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება დღეს 11 საათზე ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი პირდაპირ ეთერში რუსთავი 2 შემოგთავაზებთ. ინგლისის ნაკრები ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურება და ფინალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად იბრძოლებს. თუმცა მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, რომელმაც პლეი-ოფში სტაბილური თამაში აჩვენა. გამარჯვებული ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება. ქართულ კომაგებს რუსთავი 2-ის ეთერის მეშვეობით შეუძლიათ გულშემატკივრონ საყვარელ გუნდს ყველგან, სადაც ეკრანია, მათ შორის ფანზონებში და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. ერთ-ერთი ასეთი შეკრების ადგილია რესპუბლიკის მოედანი, სადაც რუსთავი 2-ისა და თბილისის მერიის ორგანიზებით დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია ფანზონები და კვების სივრცეები. სწორედ რესპუბლიკის მოედნიდან შემოგვერთდება ჩვენი კორესპონდენტი ნინი ნაცლიშვილი და ის დეტალურად მოგვიყვება რა ხდება ადგილზე და რა ელოდებათ იქ მისულ გულშემატკივრებს. დიახ, კესო, საფეხბურთო ზეიმი რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება და გრძელდება კიდევ უფრო საინტერესოდ, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღესაც უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება წინ, თამაში, რომლითაც გაირკვევა, ვინ გახდება წლევანდელი მუნდიალის მეორე ფინალისტი. რესპუბლიკის მოედანი უკვე ეს დღეები არის მთავარი შეკრების ადგილი ქართველი გულშემატკივრებისა, თბილისის მერიისა და რუსთავის ერთობლივი პროექტით. აქ ყველაფერია მოწყობილი იმისათვის, რომ საუკეთესო განწყობა შეიქმნა ქართველმა გულშემატკივრებმა. დამონტაჟებულია უზარმაზარი ეკრანი, განთავსებულია კვების სივრცეები, მათ შორის არის გასართობი და შემეცნებითი სივრცეები და ეს ადგილი არის და გარემო სრულად ადაპტირებული იმისათვის, რომ არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებმა, არამედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც გადაწყვეტენ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ქუჩაში გარეთ გამოსვლას, აი ამ ჩემპიონატის დღეებში დროს საუკეთესოდ გაატარონ და სწორედ ამისთვის არის მოწყობილი აქ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართულ გულშემატკივარს აი ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენის არც ერთი მნიშვნელოვანი წუთი და არც ერთი ისტორიული ეპიზოდი არ გამორჩეს, გულშემატკივროს საკუთარ გუნდებს და მოკლედ იყოს აქტიურად ჩართული წლევანდელი მუნდიალის პროცესში, ასე ვთქვათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს აქ სივრცე გაიხსნება ეგრეთ წოდებული ფანზონა ზუსტად 4 საათით ადრე ფეხბურთის დაწყებამდე. ფეხბურთი ვიცით, რომ თამაში დღეს იწყება ზუსტად 23 საათზე და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა თამაშის შესახებ ორი სიტყვა. არგენტინა და ინგლისი ხვდება ერთმანეთს. ეს არის ტურნირის ორი მნიშვნელოვანი ფავორიტი და ორი უძლიერესი გუნდი და ორივეს ცხადი აქვს გარკვეული უპირატესობები, მაგალითად ის, რომ არგენტინა არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და მათ შორის მოქმედი ჩემპიონი, ხოლო ინგლისს აქვს ერთი ის უპირატესობა, რომ ის შორეულ 1966 წელს მიიღო მან ეს ტიტული მსოფლიო ჩემპიონობის და ამიტომ დღეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება და ბრძოლა იმისთვის, რომ ამ გუნდიდან ერთ-ერთი მოხვდეს ფინალში. და მოდით მაშინ მე გაგაცნობთ ახლა რესპონდენტებს, რომელთან ერთადაც ვიმყოფები. ისინი არიან ფეხბურთის გულშემატკივრები, ყოფილი ფეხბურთელები და ასე რომ ვთქვათ, აქტიურად გულშემატკივრობენ და ადევნებენ თვალს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს. უნდა წარგიდგინოთ პირველი რესპონდენტი, მოგესალმებით, მასტერლიგის დამფუძნებელი აკაკი ხლაბუსტოვი. მოგესალმებით, მოდით პირველ რიგში გითხარით აი ამ სივრცის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ დიდ ეკრანთან გულშემატკივრობას აქვს განსაკუთრებული ეფექტი და განსაკუთრებული მუხტი, რომელიც გვაერთიანებს ყველას. აი რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების არსებობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თბილისის მერიის ორგანიზებით და რუსთავი 2-ის ინიციატივით ერთობლივი ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი დედაქალაქის ძალიან მაგარ ლოკაციაზე, ძალიან მაგარი სივრცეებია. მე პირადად ვიყავი გუში მთელი დღის განმავლობაში, როგორც კი გაიხსნა ეს სივრცე. ძალიან მაგარი გარემო იყო, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა
გამოსცადოს თუ რა გზნობა იყო აი ესე თითქოს სტადიონზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეკრანია დამონტაჟებული. ბევრი ისეთი ზღვა ემოციებია, რომელიც დაუვიწყარს ხდის ალბათ ეს დღეები მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ჩემთვის პირადად ფეხბურთი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში და ზოგადად ფეხბურთით ცხოვრობს მთელი მსოფლიო და ეს არ არის გასაკვირი არ ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანას ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჩვენს ქვეყანაში და გუშინ იყო საოცარი თამაში ესპანეთის თამაში იყო ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი. გუშინ თქვი კიდევაც ინტერვიუს დროს რომ თუ ვინმე შეუძლია გამარჯვება საფრანგეთის წინააღმდეგ ეს არის ესპანეთის ნაკრები და ულოცავ ესპანეთის გულშემატკივრებს და ვისურვებდი რომ საქართველოს ნაკრებსაც მიეღო მონაწილეობა მსგავს დიდ ტურნირში რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი ქვია. ძალიან დიდი მადლობა და ახლა უნდა შემოგვიერთდეს დავით მაკაცარია, რომელიც გახლავთ ყოფილი ფეხბურთელი. ბატონო დავით, მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ დღევანდელ მატჩზე. როგორც მე ვიცი და როგორც გადავხედე მიმოხილვებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული შეხვედრა წლევანდელი მუნდიალის. ინგლისი და არგენტინა, ორი უძლიერესი გუნდი და ორი ფავორიტი. აი რა სიტყვით, როგორია თქვენი პროგნოზები და როგორია თქვენი მოლოდინები? მოგესალმებით პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მართლაშესანიშნავი გარემო არის, ყველანაირი პირობა არის რესპუბლიკის მოედანზე რომ ყველა მოვიდეს და ფაქტიურად ისიამოვნონ დღევანდელი მატჩი და მით უმეტეს დღეს არის ინგლისი არგენტინა. ნუ მე ჩემი ფავორიტი ქვეყანა არის არგენტინა ამ შემთხვევაში და გულშემატკივრობ როგორც მესის ასევე არგენტინის მთელი ბავშვობის მანძილზე და მინდა რომ წარმატებები უსურვო. მით უმეტეს ძალიან მაგარი თამაში უნდა იყოს. დღევანდელი თამაში აქვთ მაგათ ისტორიულადაც ომებში არიან ორივე ეს ქვეყანა და სულ დაძაბულია ყოველი მაგათი შეხვედრა და მე ვისურვებდი რომ არგენტინას მოეგოს რა მაგას ვიტყოდი, იმიტომ რომ მაინც სამხრეთი ამერიკის მესის გამოსავლა. დიახ, რა თქმა უნდა. ყვარული ვარ სამხრეთი ამერიკის ფეხბურთის და ძალიან დიდი მადლობა. ვნახოთ გამართლდება თუ არა თქვენი პროგნოზები. ახლა უნდა გადავინაცვლოთ თემურ ბერულავასთან, რომელიც გახლავთ GoNet-ის კომერციული დირექტორი. ბატონო თემურ, მოდით პირველ რიგში მიმოვიხილოთ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა და ახლა უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის. დასკვნით ფაზაშია, ასე ვთქვათ. დღეს გავიგებთ მეორე ფინალისტის ვინაობას. აი როგორ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი, მთელი ეს დღეები როგორი იყო და რა მოლოდინები გაქვთ, როგორია თქვენი პროგნოზები? მოგესალმებით. როგორც აღნიშნეთ, უკვე რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ღონისძიება. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რუსთავიორს გაშუქებისთვის, თბილისის მერიას, რადგან ინტერნეტ კომპანია GoNet-ს მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაზე და გამხდარიყო ერთ-ერთი პარტნიორი. საკმაოდ კარგი ღონისძიება გამოვიდა, ბევრი ხალხი ვსტუმრობს და ჩვენ თავაზობთ აქ მოსულ კომაგებს, გულშემატკივრებს, უფასო და სწრაფ ინტერნეტს. რაც შეეხება თვითონ თამაშებს, მე მგონი დღესაც ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაში გველის და ვფიქრობ ორივე გუნდს აქვს თანაბარი შანსი ვიხილოთ ფინალში. ძალიან დიდი მადლობა. აი გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ფეხბურთი არის ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტი, ხო? საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, საფრანგეთსაც და ესპანეთსაც და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელად დასრულდა. თუ ელით, თუ არის თქვენი პროგნოზი დღევანდელი თამაშის შესახებაც ასეთი? ვფიქრობ, როგორც აღნიშნე, თანაბარი ძალა აქვს ორივეს, შეუძლია, რა თქმა უნდა, როგორც არგენტინას, ისევე ინგლისს, თავისუფლად შეუძლიათ ორივეს, რომ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები და ვიმედოვნებ, რომ მაინც დატომას გონია, რომ ინგლისი გაიმარჯვებს დღევანდელ მატჩში. ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ გამართლდება თუ არა პროგნოზები. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო შეფასებები დღევანდელი მატჩის შესახებ და მაყურებელს დავემშვიდობები და აქვე გეტყვით, რომ 104 მატჩიანი მარათონის გადამწყვეტი დღეები გველოდება წინ. ერთ-ერთი არის დღევანდელი დღე, სადაც გავარკვევთ თუ ვინ გახდება მეორე ფინალისტი და რა თქმა უნდა რესპუბლიკის მოედანზე არის ყველაფერი მზად იმისათვის და ზუსტად 4 საათით ადრე გაიხსნება ფან-ზონა იმისთვის, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ გულშემატკივრონ საყვარელ გუნდებს და რა თქმა უნდა უყურონ რუსთავი ორს.
მადლობა ნინი, რესპუბლიკის მოედნიდან გვერდებოდა ნინი ნაცვლიშვილი. ფეხბურთს უყურებენ ყველგან, სადაც რუსთავი 2-ია. კიდევ ერთ ლოკაციაზე რუსთავში მიმდინარეობს ჩემპიონატის საჯარო ჩვენება. რუსთავი 2-სა და მერიის ორგანიზებით იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცე მოეწყო. კვების ზონები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფანზონები და დიდი ეკრანი. უფრო მეც რა დახვდებათ ადგილზე მისულებს ამას თამარ თათარაშვილისგან გავიგებთ, რომელიც ადგილზე იმყოფება. თამარ, ეთერში ხარ. კესო, მოგესალმებით ჩემპიონების ქალაქიდან და რაც ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი და აუცილებლად აღსანიშნავია, ვიმყოფები რუსთავი 2-ის სამშობლოში. ბევრი კითხვა და საუბარი ამას არ უნდა, ვარ ქალაქ რუსთავში, ქალაქი რომელმაც აღზარდა არაერთი ჩემპიონი. ძიუდო იყო ეს ჭიდაობა თუ სხვა სპორტის სახეობები, სადაც ბევრს აღზრდილებმა ჩემპიონებმა არ დაუდეს ტოლი და ასახელეს მთლიანად საქართველო და მთლიანად ეს ქალაქი. ამ ქალაქს ძალიან უყვარს ყველა სპორტის სახეობა, განსაკუთრებით სპორტი, ფეხბურთი და ამ შემთხვევაში ბუნებრივი არის გულშემატკივრობას განსაკუთრებული იციან. ტრადიციულად დღესაც გიერთდები სტუმართან ერთად. ამ შემთხვევაში ოთარ ტატალაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე იმყოფება. ჩემთან ერთად ვართ იპოდრომის ტერიტორიაზე. მოგესალმებით ბატონ ოთარ პირველ რიგში. მადლობა რომ გვერთვებით. უნდა დავიწყოთ აი იმ სივრცეზე საუბრით. ეს არის იპოდრომის ტერიტორია, ვთქვი, სადაც არაჩვეულებრივი სივრცე არის აი ამ დღეების განმავლობაში მოწყობილი იმისთვის, რომ რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს კონდეს საშუალება, რომ იზეიმი და სიხარული გაიზიარონ ღია ცის ქვეშ ზაფხულის გრილ საღამოს, რაც მოაქვს ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატს. მოგვიყევით მოკლედ აი ამ სივრცის შესახებ, როგორი არის რუსთაველი გულშემატკივრების ზოგადად ემოციები და მადლობა პირველ რიგში შემოგზავნებისთვის. ანუ ეს სივრცე მოწყობილია რუსთავი 2-სა და რუსთავის მერის ერთობლივი შეთანხმებით, ერთობლივი პროექტია, ესე ვთქვათ და ამით შესაძლებლობა აქვს ჩვენს რუსთაველ გულშემატკივრებს, რომ ერთად უყუროთ მსოფლიო ჩემპიონატს აი ამ მნიშვნელოვან თამაშებს, როგორიც უნდა იყოს დღეს 23 საათზე. ანუ ეს გარემო პირველად არ შეგვიქმნია რუსთავში ტრადიციული ამბავი არის უკვე ეს. ძალიან ხშირად მნიშვნელოვან მატჩებს ვაშუქებთ ხოლმე ესე ღია სივრცეში, რომ რუსთავი სწორად ახსენეთ თქვენ, ეს არის სპორტული ქალაქი, ანუ სპორტი ჩვენ ძალიან გვიყვარს, გულშემატკივრობაც გვიყვარს და სპორტში ჩართულობაც გვიყვარს და ამიტომ ერთად გულშემატკივრობთ ხოლმე ძალიან ხშირად, როგორც ქართულ გუნდებს, ასევე ქართველებს, რომელიც შეიძლება სხვა გუნდში მონაწილეობენ. ამიტომ მადლობა აი ამ პროექტს რუსთავის მერიასაც და რუსთავი 2-საც თქვენ, რომ ესეთი კაი სივრცე შევქმენით და იმედი მაქვს, რომ დღეს ძალიან კარგი გულშემატკივრობა გამოგვივა. ვეპატიჟები ყველა რუსთაველს ამ სივრცეში ერთად უგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ გუნდს. ყავთ განსაკუთრებულად გამოყოფდით რომელიმე გუნდს, რომელსაც გულშემატკივრობთ მიმდინარე მუნდიალზე, იმიტომ რომ უკვე საფინალო აკორდია შეიძლება ითქვას ბოლო ეტაპი არის და მალე გავიგებთ ფინალისტების რაოდენობასაც, იმ გუნდების ვინაობას, ვინც მიიღებენ მონაწილეობას 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში. თქვენ ვის გულშემატკივრობთ? ამ შემთხვევაში ჩემ პირად გუნდს, რომელსაც გულშემატკივრობდი, ამ შემთხვევაში აღარ იღებს მონაწილეობას, გამოეთიშა. ამ ეტაპზე არ დავასახელებ ვის ფინალისტვის შევინახავ მაგ ამბავს. მადლობა. ოთარ ტატალაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეს უსმედით პირდაპირ ეთერში. დღევანდელი დღე იქნება, რა თქმა უნდა, ესო განსაკუთრებული. ხშირად გვითქვამს, რომ იქნება დაძაბული მატჩი, საინტერესო მატჩი, თუმცა ნამდვილი საფეხბურთო კლასიკა გველოდება ატლანტას შტატში, Mercedes-Benz-ის სახელობის სტადიონზე. როგორი იქნება მატჩი, ბუნებრივია პროგნოზები რთულია, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი იმყოფება ახლა ჩემთან ერთად. ნინო პასიკაშვილი არის საფეხბურთო კლუბ რუსთავის გოგონათა გუნდის მიმართულების ხელმძღვანელი. ნინო, მოგესალმებით. საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ რუსთავს ძალიან უყვარს ყველა სპორტის სახეობა და განსაკუთრებით დედრობით სქესის წარმომადგენლებას და რუსთაველებას ბევრჯერ აჩვენეს, რომ ფეხბურთი აერთიანებს ყველას. მოდით მოგვიყევით დავიწყოთ თავდაპირველად საუბარი, თქვენ ხართ გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი, რომელმაც ძალიან ბევრი წარმატებას მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თქვენი თამაშობთ, ასე ვთქვათ, ხართ ხელმძღვანელი. როგორი, კი ბატონო, როგორი არის ეს თქვენი მოლოდინები, ვინმეს გულშემატკივრობთ, არის ყავთ გამოყოფილი გუნდი, რომელიც გინდათ რომ მოხვდეთ და იხილოთ ფინალში. როგორია თქვენი მოსადრება ამამ? მადლობა პირველ რიგში, მოგესალმებით. ჩემი საყვარელი ნაკრები ბავშვობიდან 6 წლიდან ინგლისი არის, Manchester United-ი და საბედნიეროდ ჩემი ნაკრები არის ნახევარფინალში და რა თქმა უნდა დღეს არ მოვერიდები და დავასახელებ, რომ ინგლისს გულშემატკივრობ. როგორი იქნება თქვენი აზრით ძალთა ბალანსი? ერთ მხარეს არის ინგლისი, თავისი გამოჩენილი ვარსკვლავებით, ბელინგემი, აქეთ არის ლეონელ მესი, რომელიც ოქროს ბუცისთვის იბრძვის და
ფინალური აკორდი აქვს შეიძლება ითქვას მის კარიერაში. რას ფიქრობთ, როგორი იქნება ძალთა ბალანსი? რა თამაშს შემოგთავაზებენ მოთამაშეები ამ შემთხვევაში ინგლისი, რომელსაც ბევრი წარმატება ქონდა. რთული თამაში იქნება დარწმუნებული, იმიტომ რომ ეხლა რომელი ნაკრებებიც არის დარჩენილი, კონკრეტულად არგენტინა და ინგლისი საკმაოდ მაღალ დონეზე არიან. ტოპ ფეხბურთელებზეა საუბარი და ალბათ მან გადაწყვეს თითოეული წამის 1000-ში გადაწყვეტილებები და მწვრთნელების ჯახია ესე რომ ვთქვათ. მან უკვე მგონია რომ მენტალობაზე არის დამოკიდებული და ურთულესი თამაში იქნება, მეშინია კიდეც დღევანდელი დღის, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ინგლისი გახდება ფინალისტი. მადლობა დიდი ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, ჩართვისთვის. ვინ გახდება, ვინ მოიპოვებს კიდევ ერთ საგზურს ფინალისკენ, ეს გვეცოდინება რამდენიმე საათში, რადგან დღეს ნამდვილი კლასიკა ვთქვი, რომ გველოდება საფეხბურთო მოედანზე. ამ შემთხვევაში არგენტინა უპირისპირდება ინგლისს. ინგლისში შეძლებს თუ არა 60 წლიანი პაუზის შემდეგ, რომ დაბრუნდეს სახში, როგორც ეს ლაიტმოტივი გასდევს მათ ჰიმნს. სახში დაბრუნება სულ უნდა ინგლისს, რადგან არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი თითქმის 60 წელია და ბუნებრივია ინგლისელები ფიქრობენ, რომ ეს არის მათი თამაში. ფეხბურთი არის მათი ცხოვრების სტილი და განსაკუთრებულად უნდათ რომ მათ ეს თასი, ოქროს თასი ჩაიტანონ მათ ქვეყანაში და გაახარონ გულშემატკივრები და გაახარონ ამ შემთხვევაში ინგლისელები. თუმცა რა იქნება ეს ბუნებრივია რთული ამის პროგნოზი შეუძლებელია, იმიტომ რომ მას უპირისპირდება არგენტინა ძალიან ძლიერი გუნდი და ეს დაპირისპირება არის დაწყებული მარადონას ღმერთის ხელიდან, რომელიც ასე ვთქვათ ფინალურ აკორდს იღებს გამოჩენილ ვარსკვლავებამდე, იმ თაობამდე, რომლებმაც მოიპოვეს ძალიან ბევრი გულშემატკივრის გული, მოიგეს მათი გულები, ეს არის აქეთ ლეონელ მესი და არის ბელინგემი. ძალიან საინტერესო იქნება მათი დაპირისპირებაც ბუნებრივია, რადგან ლეონელ მესი ასრულებს შეიძლება ითქვას მიწურულს, არის უკვე მისი კარიერის და იბრძვის ოქროს ბურთისთვის. 8 გოლის გატანა შეძლო მან მიმდინარე მუნდიალზე და ბომბარდირობისთვისაც ბუნებრივია ის იბრძვის ამ მიმართულებით, თუმცა მას უპირისპირდება გამოჩენილი ინგლისელი ვარსკვლავი ჰარი კეინი, რომელიც 6 გოლი ჩამორჩება და ეს მატჩი ორივე ფეხბურთელისთვის, არა მარტო გუნდებისთვის, ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. ამ შემთხვევაში ორივეს აქვს შესაძლებლობა, შანსი იმისა, რომ კიდევ ერთი გოლი წინ წაიწიონ და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პირადი კარიერის, პირადი წარმატების ნაწილში, არამედ მთლიანად არგენტინისა და ინგლისის გულშემატკივრები ზოგადად გაახარონ. როგორი იქნება ამ შემთხვევაში მატჩი გვეცოდინება საღამოს მინიმუმ 90 წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა გააკეთონ ყველაფერი, მოთამაშეებმა დადონ თავისი მაქსიმუმი მოედანზე იმისთვის, რომ გახდნენ და მოიპოვონ საგზური ფინალისტობისკენ. ამ შემთხვევაში მე გიერთებოდი კესო რუსთავიდან, რუსთავი 2 სამშობლოდან, სადაც ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ საღამოს ყველამ ერთად იზეიმოს, გაიზიაროს ის სიხარული, რაც მოაქვს თნიანად მსოფლიო ჩემპიონატს და გაიზიაროს, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-თან ერთად, სადაც ამ შემთხვევაში აი ამ დიდი ეკრანზე დაჩვენები იქნება რუსთავი 2, ისე როგორც გასული დღეების განმავლობაში, სადაც მაყურებელს შესთავაზა ეს მთლიანი ჩემპიონატი ყველა მატჩი. მოკლედ გემშვიდობები რუსთავიდან, თუმცა მომდევნო გამოშვებებში გიერთები საინტერესო სტუმრები და საინტერესო ინფორმაციით. მადლობა თამარ, ასეთი სპორტული და ინფორმაციული ჩართვისთვის. რუსთავის იპოდრომიდან გვერდებოდა თამარ თათარაშვილი. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და პირველი ფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა. შეხვედრა ტეხასში გაიმართა, თამაშის საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობას ესპანეთი ფლობდა. მატჩის ანგარიში იოარ საბალმა გახსნა, 58 წუთზე კი პედრო პორომ გუნდს მეორე გოლი შემატა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ფრანგებმა 1 გოლი გაიტანეს. ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი დღეს 23 საათიდან დაიწყება. უპირატესობა, რომელიც შეიქმნა ესპანეთის ნაკრებმა, მატჩის 58 წუთი. ახლა კი დღის სხვა სიახლეები 121 დაკავებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების შხრიკის შედეგად ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის მეთადონი, ალფა-პვპ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი და სხვა. დაკავებების შესახებ ცნობილი სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გახდა, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ნათია მღებრიშვილი დაესწრო. ნათია, რა მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ნარკოდანაშაუების დაკავება? მთავარი მტკიცებულებები ფარულად გადაღებული კადრებია საკონტროლო შესყიდვის გამოძიების ინფორმაციით დაკავებულების უმეტესობა ნარკოტიკულ საშუალებებს ხელიდან ხელში გადაცემის ან დადების მეთოდით ყიდდა. რეალიზაცია ხდებოდა ქუჩებში, ასევე სადარბაზოებში, საცხოვრებელ სახლებში, ავტომობილებში. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტის კადრებიც გაავრცელა. დაკავებულების ნაწილმა პოლიცია სამალავებთან მიიყვანა. ამოღებული ასევე ამანათით გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. Шарбания. Арбания, тамани бада. Хаяла-хай. Астамани. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 121 პირიდან 59 გამოძიების ინფორმაციით ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. ნარკოდანაშაუების დასაკავებლად სპეცოპერაცია ერთდროულად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ასევე დაკავებულები არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებამ მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მტკიცება დამოიღეს. სამართალდამცავება ბრალდებულების პირადი საცხოვრებლების სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერები. მათ შორის მეთადონი, ალფა-პვპ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარეული კანაფი და სხვა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს სტატისტიკაზეც ისაუბრა, ირკვევა, რომ წინა წელთა შედარებით წელს ნარკოდანაშაულისთვის 85%-ით მეტი პირი მიეცა. მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ნათია მღებრიშვილი. მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ფარული ძალაუფლების მქონე გლობალურმა ძალებმა კოორდინირებულ პროცესში ეუთოს შართეს და მათი მიზანი ქართველი ხალხის ნებასთან დაპირისპირებაა. სამწუხაროა, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეა შეუერთდა Deep State-ის მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს. ამ შემთხვევაში ამ რეზოლუციაშიც ვხედავთ იმ სიცრუეს და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ თავადვე ამ რეზოლუციის მხარდამჭერები თუ იქ მყოფი ადამიანებიც ჩვენ დელეგაციასთან პასუხს ვერ სცემდნენ ჩვენს დელეგაციას კადრს მიღმა თუ რატომ მოხდა ასეთი მავნებლური რეზოლუციის ინიცირება და მხარდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტი დოჰაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფო ემირს შეხვდება და კატარის სახელმწიფო ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს.
ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. უჩაინაძე წერს, რომ ტელეკომპანია ფორმულა ბოლო 3 დღეა მისი მისამართით დეზინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თითქოს ის გაიქცა და ემიგრაციაშია. ინაძის განცხადებით ტელეკომპანიის სპეკულაცია მიუღებელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ყოფნას ყოფილ სამსახურთან კავშირი არ აქვს. მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აყვებით ბინძურ სპეკულაციებს, წერს სოციალურ ქსელში უჩაინაძე. ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში. ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი ჩემს ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არ აქვს. პირიქით, მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აყვებით ბინძურ სპეკულაციებს. თელავშის სტიქიის ზონაში ამ დრომდე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სალიკვიდაციო სამუშაოები 3 ძირითად ლოკაციაზე გრძელდება და ხევის ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს. ვარდაშვილის ქუჩაზე მეოთხე დღეა მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. სპეციალისტებმა არსებული ვითარება შეისწავლეს. სწორედ ექსპერტიზის დასვნაზეა დამოკიდებული, როდის აღდგება მოძრაობა და როდის გაიხსნება ადგილზე მდებარე ობიექტები. ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა. კალაპოტი თითქმის მოწესრიგებულია, სადაც ამოსაღები იყო ის სამუშაოები გრძელდება ისევ, თუმცა ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. რაც შეეხება თვითონ კალაპოტის სათავეს, იქაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოწესრიგება მიდის კალაპოტის ვინაიდან იქაც იყო დაზიანებული ბეტონის ფილები და იყო საშიშროება, რომ განმეორების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი საფრთხე შექმნილიყო. მოვლენების ეპიცენტრიდან ძირითადი მასა, ნატანი მასა უკვე გატანილია. 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები, სათავე ნაგებობის მიმართულებით და სოფელი გულგულა ვარდისუბნის მიმდებარე კეთდება ნაპირდამცავი გაბიონი, იმისაც რომ 2 კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეუქმნას საფრთხე პირველ რიგში იქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ასევე ცოცხალი ძალით გრძელდება დახმარება კომერციული ობიექტების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფების გაწმენდისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 3 სოფელს, რომელსაც შეზღუდვით მიეწოდება წყალი, ეს არის კისისხევი, წინანდალი და ვარდისუბანი, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა სათავე ნაგებობები მოწესრიგდეს და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება აღნიშნულ სოფლებში. რაც შეეხება ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას ქალაქ თელავში, როგორც გითხარით, ფაქტიურად პირველივე დღეებიდან უკვე მოწესრიგებული იყო და კომუნალური სერვისები მიწოდება შეუზღუდავად ხდებოდა ფაქტიურად მეორე დღიდანვე ქალაქ თელავში. თელავის ხევში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის სრული შემადგენლობა. მიმდინარეობს სანიტარული წრები, რათა მოხდეს ახალი გზის გაყვანა დამბასთან, ასევე დამბასთან ჩახერგილია დიდი რაოდენობით მოტეხილი ხეები. მიმდინარეობს მისი დანაწევრება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ კვლავ ჩახერგვა და წყლის დაგროვება. სატყეო სამსახური სულად არის მობილიზებული. 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები იწყება. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. China Eastern Airlines-ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი, შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3-ჯერ შეასრულებს. ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიარეისების დაწყება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია. ეს არის პირველი რეგულარული უწყვეტი სამგზავრო ავიარეისი ჩინეთსა და საქართველოს შორის. აღნიშნული რეისი კიდევ უფრო აახლოვებს ჩინეთსა და საქართველოს და ქმნის უფრო მოსახერხებელ და ეფექტიან ხიდს ბიზნესის, ტურიზმისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ კარიბჭეს წარმოადგენს.
წარმოადგენს. ახალი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, რადგან ბიზნეს მოგზაურობას უფრო ეფექტიანს ხდის. ხელს უწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, აუმჯობესებს საჰაერო ლოგისტიკურ კავშირებს და ქმნის უფრო მყარ საფუძველს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და მიწოდების ჭაჭვების თანამშრომლობისთვის. China Eastern-ისთვის დიდი პატივია იყოს საჰაერო ხიდი ჩინეთსა და საქართველოს შორის. გვჯერა, რომ ეს ახალი მიმართულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან განვითარებაში. მე ჩინეთიდან ვარ და ავიაციის დიდი მოყვარული ვარ. თვითმფრინავები ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს, როცა გავიგე, რომ ეს იყო პირველი პირდაპირი რეისი შანხაიდან თბილისისკენ. გადავწყვიტე განსაკუთრებული ისტორიული მომენტის ნაწილი გამხდარიყავი. ამ მოგზაურობით მინდა არა მხოლოდ ავიაციის სამყაროში ახალი გამოცდილება მივიღო, არამედ გავიცნო საქართველო, მისი უძველესი კულტურა, ულამაზესი ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ტრამვაის ხაზის დაბრუნების პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია უახლოეს წლებში გეგმავს. კახაკალაძის განცხადებით ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შერწყმის ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხევნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. მერის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ტრამვაის ხაზი ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს. დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა საავტობუსო ქსელის განვითარებასა და ახალი მარშრუტების შესახებაც. ამ ეტაპზე 344 მარშრუტს 6 ერთეული ავტობუსი დაემატა. სარაჯიშვილის გამზირზე კი ახალი ბასლაინი დაიხაზა. როგორც თქვენთვის ცნობილია, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ დიდუბესთან დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების წესებით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა 4 მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის 3 თურქეთში, ხოლო 1 ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიებია. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია, ყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა და ADB-ის წესების შესყიდვის შესაბამისად განისაზღვრა ასევე ეგრეთ წოდებული გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას. მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ესე იგი, ნომერ 344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება აღნიშნულ მარშრუტს 6 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე მარშრუტი კოტე-აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებისა და თამარ მეფის გამზირების გავლით. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ. უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეგვეძლება დანის რაიონში მეტრო სადგურ სარაჯიშვილსა და მინდელის სახელობის ეგრეთ წოდებული შეშელიძის ხიდიდან მიმდებარე საავტობუსო ზოლი მოეწყო, ასევე გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა, რა თქმა უნდა, ზღოლებს გარკვეული დრო დაჭირდებათ იმისთვის, რომ მოხდეს ადაპტაცია, თუმცა პარალელურ რეჟიმში ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ნაკადებს, ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ როგორ მიმდინარეობს ამ ცვლილებების შედეგად მიღებული პროცესი და რა თქმა უნდა ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქედან, რომ არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილებაც, მაგალითად ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან
მეტროს სადგურის არაჯიშვილის მიმართულებით ავტო მანქანით მგზავრობის დრო 8 წუთით შემცირდა, ხოლო 6 წუთით შემცირებულია ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულება. 15 ივლისს ზუგდიდში ვლანქერობა აღინიშნება. ამ წუთებში ვერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ატარებს. ეკლესიაში იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატები, მთავრობის წარმომადგენლები და ბრევლი. საგანგებოდ დღესასწაულისთვის ზუგდიდში ჩასულია იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი. წირვის დაწყებამდე დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს. სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი ივერის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში სალომე ფაცაცია შემოგვერთდება. სალომე, გისმენთ. ზუგდიდში ივერის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში უკვე რამდენიმე საათია საზეიმო ღვთისმსახურებას ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე. ეს მისი პირველი ჩამობრძანებაა ზუგდიდში პატრიარქად კურთხევის შემდეგ. მასთან ერთად საზეიმო წირვას აღავლენენ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები და წირვას ასევე აღავლენს იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი. მრევლთან ერთად საზეიმო წირვას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეს დილით 9 საათიდან დაიწყო მსვლელობა ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა შესამოსელი მისი კვართი მსვლელობით საეკლესიო ატრიბუტიკით, გალობითა და ლოცვით გამოაბრძანეს, მოიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და დააბრძანეს სწორედ ამ საკათედრო ტაძარში და დღეს დღის განმავლობაში, დღის ბოლომდე მომლოცველებს, რომლებიც ჩამოსულები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ამ სიწმინდეს. დიდი დღე არის, ტრადიციული დღე არის ჩვენი კუთხისთვის, ქალაქისთვის და სრულიად საქართველოსთვის და მით უმეტეს დღევანდელ დღეს ჩვენი პატრიარქის შიო მესამე ჩამობრძანება და გამშვენიერება ამ დღეს კიდევ ერთხელ. ულოცავ ჩვენს ერს, ჩვენ სახელმწიფოს სიმშვიდეს, სიმრავლეს, უამრავ ნათელ და კარგ დღეებს და ერთმანეთის სიყვარულით, კარგად ყოფნით, გამარჯვებებით, წარმატებებით, შესანიშნავი ურთიერთობებით, ერთმანეთის სიყვარულით დიდით ყოფილიყოს მომავალი და გაიხაროს და გაძლიერდეს ჩვენი ერი და ჩვენი ურთიერთობა. ეს დღე ისედაც განსაკუთრებულია და მით უმეტეს პატრიარქი რომ პირველად ჩამობრძანდა თავისთავად განსაკუთრებულს ღვთის ამ დღეს. გილოცავთ, მრავალს დაესწარით, უსურვებს სრულიად საქართველოს ყველა ქართველ მაცხოვრებელს, ბედნიერება, სიკეთე, ჯანმრთელობა ქონებოდეს და შეეწიოს დღევანდელი დღე. გილოცავთ ლათერნობის დღესასწაულს, ძალიან გვეხარია რომ აქ ვართ, შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი სრულიად საქართველოს. ასობით მრევლთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში წირვას ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ისინი უკვე რამდენიმე საათია ტაძარში იმყოფებიან, მანამდე კი დღევანდელი დღესასწაული, რომელიც ასევე ზუგდიდის ქალაქის დღესასწაულადაც იცვლება, ზუგდიდიდან მიულოცეს მრევლს. საქართველოში გვაქვს ის წმინდა რელიკვია, რაც არის ღვთისმშობლის კვართი და რა თქმა უნდა ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში ეს განსაკუთრებული დღესასწაულია. დღეს დიდი დღეა მთლიანად ზუგდიდელებისთვის და სამეგრელოსთვის, რადგან დღევანდელ წირვას ჩვენი ახალი პატრიარქი ატარებს და რა თქმა უნდა მთლიანად ქრისტიანული სამყარო ზეიმობს ღვთისმშობლის დღესასწაულს. ეს არის ის ზეიმის გამორჩეული განწყობა, რომელიც აქვს აბსოლუტურად სრულიად საქართველოს, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულად ზუგდიდში იგრძნობა, რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ ვილოცავ ზუგდიდს, ვილოცავ სამეგრელოს, ვილოცავ სრულიად საქართველოს და ეს დღე კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს იმ ჩვენს სულიერებასთან რწმენასთან მიმართებით არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას, რაც ქართველებს გააჩნიათ ქრისტიანობის მიმართ, კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა დღევანდელი დღით სწორედ აი ამ გამორჩეულ ამბავს.
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად 1990 წლიდან ყოველ 15 ივლისს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს. ეს ის დღეა, როდესაც სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი ზუგდიდში იყრის თავს და სწორედ ამ დღეს შეიძლება რომ ღვთისმშობლის კვართს მის წმინდა შესამოსელს პატივი მიაგონ შეეხონ მომლოცველები. მადლობა სალომე, თქვენ უსმენთ სალომე ფაცაციას. ახლა კი უცხოეთის ამბები. რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. საჰაერო რეიდის შემდეგ ახლა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები იწვის. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში განადგურებულია მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა, სარადარო ქსელები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. აფეთქებებია ჰორმუზის სრუტის სანაპირო ზოლზე და კუნძულ ქეშმზე. იერიშების პარალელურად მთელი ღამის განმავლობაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით ცხადდებოდა საჰაერო განგაში და იხურებოდა საჰაერო სივრცე. საუდის არაბეთი, ომანი, ყატარი და ქუვეითი ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ. ირანის სამიზნე ბაჰრეინში ბაზირებული ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტი გახდა. ამ ფონზე დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი ტარიფის დაწესებაზე უარი თქვა. ენერგეტიკულ ობიექტებს ბოლოსთვის შემოვინახავ, მაგრამ საბოლოო ჯამში მას დავარტყამთ. ძლიერი ერის მივიდათ ამ ღამით, ხვალაც და ზეგაც, მომდევნო კვირას კი მათთვის ვითარება კრიტიკულად დამძიმდება, რადგან ჯერი ელექტროსადგურებზე მიდგება, შემდეგ კი ხიდებზე. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდებიან, ჩვენ წყობრიდან გამოვიყვანთ მათ ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს. მათ გარიგებას სურთ, მაგრამ გარიგებას ყოველ ჯერზე არ ხვევენ. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. მხოლოდ ერთს ვეთქვი ირანის ლიდერებს. იმედი ნუ გექნებათ, რომ ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ნუ ელით, რომ წინა შემთხვევა განმეორდება. თუმცა პასუხი მაშინაც საკმარისად ძლიერი იყო. მომავალი იქნება გაცილებით უფრო ძლიერი. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გვაზიანებდნენ და ჩვენ გაურმაგებული ძალით არ უპასუხობდით. ასე მოვექეცით ირანის ბოროტების ღერს და ასე მოვექცევით ყველას, ვინც ზიანს მოგვაყენებს. სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის კიდევ 34 მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით საქმეზე მიმდინარე წლის მაისში ჰუმანიტარული ფლოტიალის დაკავების ოპერაცია უკავშირდება. სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებები მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, გენოციდს, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, ძარცვასა და სატრანსპორტო საშუალების გადაცემას. სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქმე ეხება 2026 წლის მაისში ჩატარებულ ოპერაციას, რომლის დროსაც ისრაელის ძალებმა ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 54 გემისგან შემდგარი ფლოტილია დააკავეს. უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყვეტილებას 258-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად პრემიერის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობის გადაყენებას. მედია წერს, რომ უკავშირდება პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ დაანონსებულ მთავრობის განახლების გეგმას. ოფიციალური კიევის განცხადებით გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამოცდილი კადრების განაწილებას. ავსტრიელი ევროპარლამენტარი პეტრა სტეგერი ევროკავშირს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით დუმილში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საქმეზე ბრალი უკვე წარადგინათ უკრაინის მოქალაქეებს, ბრიუსელი კიევს კვლავ აფინანსებს. ევროპარლამენტარი ევროკავშირს ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
genauso absurd wie საიმიგრაციო და ენერგეტიკული პოლიტიკა ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებული მიდგომები აბსურდულია. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ჩრდილოეთის ნაკადის გასცადენის აფეთქების საქმეზე უკვე წარდგენილია პირველი ბრალდება. სასამართლოს წინაშე წარსდგა უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელსაც თავდასხმის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობას ედავებიან. როგორც ჩანს, მტკიცებულებები ფაქტობრივად გამანადგურებელია, თუმცა მედია ამ თემას თითქმის არ აშუქებს. აბსურდია, რომ უკრაინას კვლავ მილიარდობით ევროს ურიცხავენ. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ინფლაციაზე და განსაკუთრებით მძიმე დაისახა ავსტრიაზე. აღნიშნული ბრალდების ფონზე კი ავსტრიის ფედერალური მთავრობა დუმს. პოლონეთსა და ევროკომისიას შორის უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის საკითხზე უთანხმოება გრძელდება. პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკის განცხადებით, ევროკომისია ვარშავას აფრთხილებს, რომ თუ უკრაინული აგროპროდუქციისთვის საზღვრებს სრულად არ გახსნის, პოლონეთის წინააღმდეგ შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. ევროპარლამენტარი აკრიტიკებს ევროკომისიის პოზიციას და აცხადებს, რომ ბრიუსელი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ნაცვლად უკრაინის ინტერესებს იცავს. მისი შეფასებით უკრაინული პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტი ზიანს აყენებს პოლონელ ფერმერებს, ქმნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სოფლის მეურნეობას. ახლა კი ისევ საქართველოს თბილისში საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სკოლების მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადგილზე გაეცნო. პროექტების ფარგლებში დასასრულს უახლოვდება მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს მე-11 საჯარო სკოლის ახალი შენობისა და 128 საჯარო სკოლის დამატებით. 300 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ასევე რეაბილიტაცია უტარდება 162 და 50 საჯარო სკოლებს. ახალი და განახლებული სკოლები თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. მიმდინარეობს მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურია. ფონდს ჰქონდა რიგი შენიშვნები, რასაც გაითვალისწინებენ კონტრაქტორები, თვალყურს ადევნებს როგორც ფონდის საზედამხედველო სამსახური, ასევე ტექნიკური ზედამხედველი. იმათს ვიტოვებთ, რომ სულ მალე ჩავაბარებთ აღნიშნულ სკოლებს სასკოლო საზოგადოებას. ჩვენი სკოლის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სკოლა ერთ წლში 900 მოსწავლეზე არის გათვლილი, აღჭურვილია სრულად თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად. სკოლა გათვლილი არის 650 მოსწავლეზე. სკოლის შენობის ჩაბარება მოხდება წლის ბოლოს და ახალი წლიდან აქტიურად გადმოვართ ჩვენ სკოლის შენობაში. ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციების საკპატენტში ამ სახელწოდების ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა. საკპატენტის თავმჯდომარე ბანაკის მონაწილეებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე. ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. თბილისის მერიის მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდებისათვის საზაფხულო პროგრამების განხორციელება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საკპატენტთან ერთად ხორციელდება. ახალგაზრდებმა გაიარეს 5დღიანი კურსი, დაისვენეს ბაკურიანში და საინტერესო პროგრამით იყო წარმოდგენილი ეს საზაფხულო ღონისძიება. დღეს მათ გადავეთით სერტიფიკატები. ჩვენი ამოცანა რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკის ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ და რაც მთავარია, დავეხმაროთ რომ შეიქმნან და გაიუმჯობესონ შემოქმედებითი უნარჩვევები იმისთვის რომ მომავალში შექმნან საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება და ამით გახდნენ წარმატებულები. რა თქმა უნდა, განათლება, ცოდნა, შემოქმედებითი უნარჩვევები ეს არის მთავარი საკვანძო თვისებები, რომელიც ადამიანს ეხმარება განვითარებაში და რა თქმა უნდა, ეხმარება ქვეყანას წინსვლაში. სპორტის მინისტრი იბერია 1999-სა და ფლორას შორის გამართულ მაჩს დაესწრო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. პირველ მაჩში იბერია 1999-მა სტუმრად ფლორა 3-2 დაამარცხა. ორი მაჩში ჯამში კი ქართულმა გუნდმა გამარჯვება ანგარიშით 5-4 მოიპოვა და პირველი ეტაპი გადალახა.
გულოცავ საფეხბურთო კლუბ იბერიას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს საფეხბურთო კლუბ იბერიას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას. მინდა უსურვო კლუბს შემდგომ ეტაპებში წარმატებული ასპარეზობა. 7 წლიანი შესვენის მერე ეს ბარიერი ქართულმა კლუბმა დაძლია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ კლუბებს რეიტინგისთვის, თლიან ქართული ფეხბურთისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გულშემატკივრებს მოვახსენო, მათი ხარდაჭერა განსაკუთრებული იყო. არ იყო დღესაც მარტივი თამაში, მაგრამ ჩვენ რაც დაუშვით შეცდომები ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ და ვეცდებით, რომ შემდეგი ეტაპისთვის იგივე არ განმეორდეს. დღეს დამტკიცდა ჩემი აზრით, რომ ფეხბურთში არ არსებობს ისეთი გუნდი, ვისაც ესე შეიძლება რომ ჩამოწერო და თუნდაც მოგებული თამაშის მერე ესე მარტივად გახვიდე და მოუგე. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.